მიცკევიჩის 27-ბ-ში ტრანსნაციონალურ დანაშაულს ჩადიოდნენ თუ არ ჩადიოდნენ. ასევე პოლიტოვსკაიას 10, აფაქიძის 5, ჭავჭავაძის 30 ნომერი მე-19 სართული, სადაც ასევე პირადად ვიყავით. კოლმეურნეობის მოედანზე, სადაც ასევე პირადად ვიყავით და ჩაგაყენეთ საქმის კურსში. თქვენ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეთ? თქვენ იცით, რომ ამ დანაშაულს ხელს აფარებს თქვენივე მთავრობის მაღალი თანამდებობის პირის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სავარაუდოდ ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი. არ იცით ამის შესახებ? არ მოგისმენიათ ეს განცხადებები? დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი. კოლცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი. ჯარიმებული ლილუაშვილი, რომელსაც უწევს შენ 100 მილიონ დოლარს მოიტან, ჯერჯერობით ეს თანხა არ ჩანს და შესაბამისად გრიგოლ ლილუაშვილს აკრძალული აქვს სახლიდან გამოსვლა. სუსის მწვანე ვერც ეკონომიკის მიზნით მიქაუტაძე ვერ მოიპარავდა და აიღებდა ამ ფულს და ცხადია ვერც ჯუანშერ ბურჭულაძე ვერ მოიპარა ტენდერს ასე ვთქვა თუ მწვანეს არა უნთებდა სუსი ხო ყველა სამსახური და გვესმოდეს კიდე ერთი რამე რომ ეკი არა უნივერსიტეტებში და მომაღლეს სასწავლებლებში ყავთ ეგრეთ წოდებული ოდეერები ცხადია ყველა სამინისტროში გამწესებული ყავთ ეგ შპიონაჟი კობახიძე და დინარაძემ დააბეზღეს პირდაპირ მნიშვნელობით ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, ფარცხალაძე, გომელაური, რიჯვაძე და ბიძინა ივანიშვილს აუტანეს დოკუმენტები, სადაც დაუმტკიცეს რომ 1 მილიარდი ამ ადამიანის მოპარული აქვს. ისე რომ ბიძინასთან არ მიუტანიათ წილი, ანუ რაც